9 აპრილს სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს ბაბუშარის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულ ქართველ მებრძოლთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ეკლესიაში დაღუპულთა ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ჩვენი ოჯახის ყველა წევრისთვის ეს მოუშვებელი ჭრილობა, რომელიც დღემდე გაგვაჩნდა, თითქოს და დაგვაწყნა რა ამ ღირსეულმა ნაბიჯმა. ჩემი ძმა პავლე ხადიაშვილი ექიმანის დიზოლდები იყო, დაჭრილების გამოსაყვანად იყო გაწვეული და ტრაგიკულად დამეყობა. თითოეულ ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ ზუსტად ამ ბიჭების თავდადებაზე და შემართებით იძერწება და იზრდება ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ უსამძიმრებ მათ ოჯახებს და მთლიან საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი. 12 ქართველი მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირების შემდეგ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. მინდა ჩამოვთვალო მათი სახელები, ესენი არიან თოლორდავა მანანა, ქურდიანი დადაში, ჯანელიძე პაატა, ოსიპოვი გიორგი, ბიჭაშვილი დავითი, ინაძე გია, უტიაშვილი ვალერი, აბულაძე ზურაბ, კორახაშვილი დიმიტრი, გოგოლაძე მამუკა, ჭაჭიაშვილი ვასილი, ქადეიშვილი პავლე. მრავალი წლის ლოდინის მერე ისინი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ და უკვე მშობლებს ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ მათი საფლავები. ზოგიერთი მათგანი ორი ისეთი იყო, რომ მშობლებმა არც კი იცოდნენ ისინი ამ თვითმფრინავში იყვნენ თუ არა და საერთოდ დასავალი არ იცოდნენ და ცხადია მათთვის ძალიან დიდი ნუგეშია, რომ დღეიდან შეიძლება საფლავზე მისვლა. რამდენიმე მათგანი არის დაჯილდოებული სხვადასხვა ხარისხის ორდენებით და პრაქტიკულად ყველა ბრძოლა გამოიარეს საქართველოსთვის. 3 იყო 16 წლის ახალგაზრდები, რომლებიც წავიდნენ სამშობლოსთვის საბრძოლველად და სწორედ მათი თავდადების გამოა, რომ საქართველოს დღემდე ფეხზე დგას და აუცილებლად აღიდგენს მთლიანობას. პროცესი არ დასრულებულა, 253 ადამიანი არ უკვე იდენტიფიცირებული და მიწას მიბარებული. 208 ადამიანის ცხედარი გადმოსვენებულია და მათ იდენტიფიცირებას ველოდებით და პროცესი გრძელდება და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ პროცესში მონაწილეობისათვის საერთაშორისო წითელ ჯვარს პირველ რიგში, რომელიც უდიდესი ძალისხმევითაც ხდებოდა ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა აფხაზურ მხარეს იმის გამო, რომ ისინი ძალიან ღიად მოდიან ამ ურთიერთობებზე. ძალიან ტრაგიკული და ძიმე დღეა. მოვედით იმისათვის, რომ ნუგეში უთხრათ იმ ოჯახის წევრებს, რომლებმაც წლების წინ დაკარგეს თავიანთვის ძვირფასი ადამიანები და მოვიგონოთ მათი სახელები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათი სახელები არასდროს დაივიწყოს ჩვენმა და მომავალმა თაობებმა. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ოჯახს, ყველა იმ დედას, რომელმაც გმირები გაუზარდა საქართველოს და რა თქმა უნდა, ქედი მოვიხარო მათ წინაშე, მათი ტკივილის წინაშე, რომელიც არასოდეს არ განელდება და არასოდეს არ გაქრება. ყველაზე მტკივნეული არის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ომი, მაგრამ განსაკუთრებით ძმათა მკვლელი ომი. მე მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაერთიანდება და ჩვენ ვიპოვით საერთო ენას ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან. სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ კი დაკრძალვის ცერემონია დიღმის ძმათა სასაფლაოზე. სამხედრო პატივით გაიმართა. საუბარია 9 მებრძოლზე, დანარჩენი 3 კი საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. 23 წლის შემდეგ ბაბუშარის სამარხიდან გადმოსვენებულთა იდენტიფიცირება დასრულებულია. ძიმეა ეს დღე მთელი საქართველოს მოსახლეობისათვის და ჩვენთვის, ვინც ვიყავით იმ ტრაგედიის მომსწრე, მათ შორის მეც ვარ. არის ხალხი, რომელიც დღემდე უსიტყვოდ ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე, ყოველგვარი ზედმეტი ქების გარეშე ცხოვრობდნენ მაშინ, აკეთებდნენ თავის საქმეს და დღესაც აკეთებენ. ანზორ ლაცუსბაია არის კაცი, რომელსაც თავისი მოვალეობაში ასვლა, როგორც პროკურორმა ნაურჯანაშიამ, როგორც პროკურორმა და როგორც მოქალაქემ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს ბიჭები დღეს მიბარებული იყვნენ ამ მიწას და დაბრუნებდნენ თავის მშობლებს. მე მინდა მადლობა ამ ბიჭების მშობლებს უთხრა. მადლობა იმისათვის, რომ მათ იმ გმირთა დიდ პლეადას, რომელიც საქართველოს ყავდა, კიდევ მიუმატეს თავიანთი შვილები და მადლობა იმათ, რომ ისინი ღირსეულად როგორც ცხოვრობდნენ, ასე ღირსეულად აგრძელებენ ცხოვრებას და თავიანთ შვილიშვილებს, ამ დაღუპულთა შვილებს
აჩვენებენ საოცარ მაგალითს თავდადებისა, პატიოსნებისა, უსიტყვოდ საგმირო საქმეების კეთებისა. 12 ქართველი მებრძოლის გადმოსვენების პროცესი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და აფხაზური მხარის ერთიანი ძალისხმევით განხორციელდა. მამაჩემი ალექსანდრე ჩიკულაძე გადმოასვენეს აგვისტოს თვეში და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ძალიან დიდი ყურადღებით მოეკიდა ამ საქმეს და ჩვენი მებრძოლი ბიჭები გადმოასვენა და დიდი პატივით დაკრძალა მეომართა სასაფლაოზე. აწი აღარ არის სიცოცხლე აღარ შეეწიროს ხალხო. 23 წელია სხვის მიცვალებულს პატრონობდი ჩემი თურმე აგერ ყოფილა უპატრონოთა საფლავს. რა ვიცი დედა. ძალიან მძიმე დღეა და ამავე დროს ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ ეს ბიჭები დაუბრუნდნენ თავიანთ მიწას და ჩვენ ოჯახისთვის ეს ძალიან დიდი ტკივილიც არის და შვებაც რომ ჩვენ გვეცოდინება დღეიდან სად მივიდეთ, მათ სად დაუნთოთ სანთელი და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ლტოლვილთა სამინისტროს ბატონ სოზარ სუბარს, წითელ ჯვარს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს დიდი საქმე, უდიდესი საქმე გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ბაბუშარის აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქება 1993 წლის 22 სექტემბერს მოხდა, რის შედეგადაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ბაბუშარის აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოგდებიდან 23 წელი გავიდა. ეს არის ისტორია შეუსრულებელი რეისის შესახებ, რომელსაც განწირულ რეისსაც უწოდებენ, რადგან ამ დღეს სოხუმის აეროპორტი თბილისიდან საჰაერო ტრანსპორტს არ იღებდა.